დონალდ ტრამპის ვიზიტ საქართველოში აქტიურად აშუქებს უცხოური მედია სააგენტო როიტერმა ამერიკელი ბიზნესმენის ინტერვიუ გაავრცელა. ინტერვიუში დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო პირდაპირ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. ყველაზე გავლენიანი სააგენტოს ცნობით პირდაპირ ინვესტიციები საქართველოში 2010 წელს 2009 წელთან შედარებით 300 მილიონით გაიზარდა. მიმდინარე წელს კი შემოსული ინვესტიციების მაჩვენებელი $1 მილიარდ გადააჭარბებს. ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტ უძრავქონებას ფლობს, ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე გრანდიოზული მშენებლობის პრეზენტაციისათვის ჩავიდა. ასე იწყებს თავის რეპორტაჟს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო როიტერის ჟურნალისტი. 250 მილიონიანი პროექტი საკურორტო ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ზოლში აიგება. ტრამპის თქმით, საქართველოში უცხოური ინვესტიციებისთვის საუკეთესო გარემოა შექმნილი. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ძალიან დიდი საინვესტიციო შესაძლებლობებია. საოცარია ის, რაც აქ ხდება. ეს მართლაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ინვესტორებისთვის შესანიშნავი გარემოა შექმნილი და შესაბამისად სხვა სფეროებშიც ბევრი შესაძლებლობებია, გარდა უძრავი ქონებისა. ბათუმში ჩვენი პროექტი ძალიან ლამაზი იქნება, მათ დიდებული ადგილმდებარეობა აქვს და ჩვენ შესანიშნავი დეველოპერი პარტნიორი გვყავს, რომელიც მის ასაშენებლად დიდ ინვესტიციას ჩადებს. ჩემი აზრით, ბათუმი და ზოგადად ის, რაც საქართველოში ხდება, ვფიქრობ, ბათუმის თაუერი ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. ზუსტად ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო ტრამპ ორგანიზება დონალდ ტრამპის როგორც სახელი რომ ყოფილიყო დაკავშირებული ჩემ პროექტთან, რომელიც მინდა რომ გავაკეთო ბათუმში და ზუსტად ვიცი რომ ეს იქნება ძალიან სპეციალური გასაღები ამ პროექტის წარმატების. იმდენად, რამდენადაც საქართველო გლობალური ეკონომიკის მოთამაშე ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის, რომ ტრამპის მსგავსი ბრენდი შემოდის, რაც მსოფლიოს იმას აჩვენებს, რომ საქართველო ბაზარზე დასავლური განვითარებით ყოფს. 47 სართულიანი 5 ვარსკვლავიანი ტრამპ თაუერი პირველი პროექტია, რომელსაც ამერიკელი ბიზნესმენი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახორციელებს. ბრიტანული სააგენტო როიტერი აღნიშნავს, რომ საქართველოში 2010 წლიდან პირდაპირ უცხოური ინვესტიციები 814 მილიონამდე გაიზარდა. 2009 წელს იგი მხოლოდ 660 მილიონს შეადგენდა. 2011 წელს კი მან 991 მილიონს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წელს იგი $1 მილიარდ გადააჭარბებს.